მამა ჩემის მაგერად გული მემტკივა. რატო გტკივა გული? როცა სხვა ბავშვების მონიკოებს ხედავ გული მტკივა ხოლმე რომ მამა ჩემი ასე მდგომარეობაში. ძალიან დიდი უსამართლობაა ეს. ნიკოლოზის და ანდრიას მამა სიკვდილთან ბრძოლაში მარცხდება. ბავშვები კი ამას საკუთარი თვალით უყურებენ. ამაზე მეტი საშინელება ნუ თუ არსებობს რამე. პატარა ნიკოლოზი ცხარე-ცრემლებით ტირის, რადგან მისი მძიმე დავადმყოფი მამა კლინიკიდან სახლში მხოლოდ იმის გამო წამოიყვანეს, რომ ოჯახი ფულს ვეღარ იხდიდა. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი უბედურებაა. ორი შვილის მამას 59 წლის გურამს ღვიძლის სეროზი დაუდგინდა. მუცელი მთლიანად წყლით აქვს სავსე და საბრალო კაცს ლოგინში განძრევაც კი არ შეუძლია. შეხედეთ, როგორ ტირის საბრალო კაცი, ჯოჯოხეთ ურტკივილებს ვეღარ უძლებს. გურამს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ანგელოზები დაობლდებიან. ღმერთო, გემუდარები, მამიკუ არ გაატანო სიკვდილს. სწორედ ამ სიტყვებს ევედრება პატარა ნიკოლოზი უფალს და ყოველ დღე საათობით დგას ბავშვი ხატებთან. ეს კი გურამის მოხუცი დედაა. შეხედეთ, საბრალო ქალს სისხლის სრემლებისთვის თვალებიდან. წამიერად წარმოიდგინეთ რა ხდებოდა მოხუცის გულში, როცა კლინიკიდან სახლში მოჰყავდა მომაკვდავი შვილი მხოლოდ იმის გამო, რომ საავადმყოფოს ხარჯებს ვერ იხდიდა. ჩვენო მეგობრებო, სამწუხაროდ გურამის გადარჩენა შეუძლებელია ღვიძლის გადანერგვის გარეშე. მე უკვე ყველანაირი სახსარი ამოწურული მაქვს, არანაირი საშუალება და არაფერი არ შემიძლია, არაფერი არ გამაჩნია უკვე. ერთი თავი წამალიც რომ ვიყიდო, ისიც აღარ გამაჩნია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.